ეს არის საშვილოსნო, აი აქ უბრალოდ არის გადაჭრილი, რომ ნახოთ შიგნით რა ხდება. ეს არის მილები და საკვერცხეები. ენდომეტრიოზი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილი, აი ეს ქსოვილი, ხედავთ ხო, ხაზი, ვარდისფერი, აი რა ქსოვილია ეს, როცა მოდის მენსტრუაცია, მაშინ ეს ქსოვილი ჩამოიშლება. მენსტრუაციის მერე ეს ქსოვილი იზრდება, სქელდება ჰორმონების ზემოქმედებით. მენსტრუაციის დროს აი ეს ქსოვილი, აი ეს ხელი ვარდისფერი ზოლი, ხედავთ, სქელდება და მენსტრუაციის დროს ისევ ჩამოიშლება. აი ეს არის ჩვეულებრივი ციკლი რეპროდუქციულ ასაკში. და როდესაც აი ეს ქსოვილი, რომელიც უნდა იყოს ღრუში, არის ღრუში, მაგრამ ღრუს გარდა არის კიდევ სხვა ორგანოებში, აი ამას ქვია ენდომეტრიოზი. მაგალითად, ამ მულაჟზეც არის აღნიშნული ეს შავი წერტილები, მუქი, ხედავთ, ეს არის ენდომეტრიოზი. ანუ იგივე ქსოვილია, რაც აქ. აქეთაც არის, აი საშვილოსნო იმაში საკვერცხეშია შიგნით ენდომეტრიოზი. აგერც თვითონ საშვილოსნოზეა გარედან ენდომეტრიოზი. აი აქ საშოს უკანა კედლებზეა ენდომეტრიოზი. აი ეს შავი წერტილები, ეს საშვილოსნოს კედელშია ენდომეტრიოზი. სხვა შორის საშვილოსნოს კედელში ენდომეტრიოზს ადენომიოზი ქვია. და ადენომიოზური საშვილოსნო რო წერენ ხშირად ეკოსკოპიური კვლევისას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ენდომეტრიოზი გაქვთ. ამას ექიმი დაადგენს, ეკოსკოპისტი ამას არ ადგენს. უბრალოდ საშვილოსნოს ქსოვილი გაქვთ ისეთი, რომელიც დამახასიათებელია საშვილოსნოს ენდომეტრიოზისთვის, ანუ ადენომიოზისთვის და ამიტომ წერთ ადენომიოზური საშვილოსნო. მას შესაბამე, ენდომეტრიოზი ეს არის მდგომარეობა, როცა ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომელიც არის საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ღრუს გარდა არის სხვა ორგანოებში, იქ სადაც ის არ უნდა იყოს. და რა ხდება თქვენი აზრით, როდესაც მოდის მენსტრუაცია და მენსტრუაციის წამოსვლა, ამ ენდომეტრიუმის გასკელება, ეს ფიზიოლოგიური პროცესია და ეს ჰორმონების ზემოქმედებით ხდება. აი იგივე ჰორმონები ზემოქმედებენ იმ უბნებზე, სადაც ენდომეტრიოზია, ხედავთ, აქაც და იგივე პროცესები ვითარდება, რაც საშვილოსნოს ღრუში. ანუ ესე მარტივად რო ვთქვათ, მენსტრუაცია მოდის მუცლის ღრუში, თვითონ საშვილოსნოს კედელში, ეს ისე ვამბობ, მენსტრუაცია ეს არ არის, მაგრამ პრინციპში იგივე ცვლილებები ხდება. და როდესაც მენსტრუაცია მოდის მუცლის ღრუში, ანუ იგივე ცვლილებებს განიცდის ენდომეტრიუმი, რომელიც მდებარეობს თქვათ მუცლის ღრუში, იქნება ეს მილზე, საკვერცხეზე, მწლავზე შეიძლება იყოს, ეს იწვევს ძლიერ მენსტრუალურ ტკივილს, ადგილობრივ ანთებას, ხშირად შეხორცებებს და ასევე აქვეითებს განაყოფიერების უნარს. ის, ვისაც აქვს ენდომეტრიოზი, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად არის უშვილო. სტატისტიკა ასეთია: ქალების დაახლოებით 50%-ს აქვს ენდომეტრიოზი და ქალების აი ამ 50%-დან, რომელთაც აქვთ ენდომეტრიოზი, დაახლოებით 50%-ში, 50-55%-ში აქვთ დაქვეითებული შვილოსნობის უნარი. ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია ორსულობა, რასაკვირველია, შესაძლებელია გარკვეული მკურნალობის შემდეგ. ენდომეტრიოზი რეპროდუქციული ასაკის დაავადებაა და კლიმაქსის, ანუ მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად ის თავისით ქრება, რადგან კლიმაქსში ვიცით, რომ ის ჰორმონები უკვე აღარ მოქმედებს, არ არის აქტიური, მას შესაბამე არ აქვს მენსტრუაცია ქალს და შედეგად არ აქტიურობს ენდომეტრიოზი. როგორ მკურნალობთ ენდომეტრიოზს? ენდომეტრიოზისგან განკურნება არ ხდება, მაგრამ შესაძლებელია ენდომეტრიოზის დათრგუნვა.